Საომშვიდობის საქმის კურსი განაგრძობს თქვენს პირდაპირ ეთერში მუშაობას, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღობა. გვიყურებთ TV1 და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის და ჰერეთის საშუალებით 93-5-8-ზე. საპენსიო სისტემა, სახელმწიფო სვალილარიზაცია, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, მისი პირადი დანაზოგები, ეს არის თემების ნაწილი, რომელზეც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მოსმენაზე მოუწია პასუხების გაცემა და რიგ შემთხვევაში დეპუტატებთან ცხარე დისკუსიაში შესვლა. თელარ გელანტია მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თელარა, საღამომშვიდობის, გისმენთ. ბექა, მოდი დავიწყოთ პირდაპირ ფინანსთა მინისტრის გამოსვლიდან საქმიანი ნაწილით, რადგან არ მგონია ჩვენ საქმიან მაყურებელს და ზოგადად მოქალაქეებს აინტერესებდეთ ვანო მაჭავარიანის პირადი დანაზოგები, მით უმეტეს ის კერძო სექტორიდან მოვიდა საჯარო სექტორში, მუშაობდა წარმატებულ კომპანიაში წლების განმავლობაში წამყვან პოზიციაზე და ბუნებრივია რომ ექნება დანაზოგები. რაც შეეხება საქმეს, საბანკო რეგულაციები, როგორც უკვე აღნიშნა, იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც დღეს ფინანსთა მინისტრს დაუსვეს არაერთი კითხვა. სხვათა შორის ის იყო ერთ-ერთი პირველი ოცნების მინისტრებს შორის, რომელიც რეგულაციების ამოქმედებამდეც ამბობდა, რომ რეგულაციების მოყვარული დიდად არ იყო და ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მას შემდეგ, რაც უკვე 2 თვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ საბანკო რეგულაციებმა შეამცირა საუხმარებლო სესხები, შემცირდა განვადებები და ასე შემდეგ, ეს დაეთყო ბიზნესს. მან თქვა, რომ თუ იქნება საჭირო, იმედია ეროვნული ბანკი იპოვის საკუთარ თავში ძალას და შეარბილებს რეგულაციებს. დღესაც გაიმეორა მან ეს სიტყვები და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ზოგადად ხელისუფლებისგან განსხვავებით უფრო ფრთხილი არის, ის არის ასევე დამოუკიდებელი უწყება და სწორედ სებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა შეარბილოს თუ არა რეგულაციები, მაგრამ ვანო მაჭავარიანი დღესაც ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციები შესაძლოა რომ იყოს უფრო რბილი. სწორედ რეგულაციებზე კითხა დღეს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ფინანსთა მინისტრ და შეგვიძლია მოვისმინოთ მისი როგორც კითხვა, ისე მინისტრის პასუხი. დეპუტატმა პირდაპირ კითხა მას, რამ შეაშინა ვანო მაჭავარიანი. პირველი კითხვა არის ძალიან მოკლე და მარტივი ბატონ ვანოსთან, რამ შეგაშინათ ბატონო ვანო? და საკითხი ეხება საბანკო რეგულაციებს. კობაგონიკაძემ თქვა, რომ რამ შეაშინო? მე დარწმუნებული ვიყავი რომ აკითხოს დავისვათ. ერთ-ერთი კითხვა რაც გამოვიცანი ეგ არის. მე მგონი. საკითხი არის რასთან? ჩემი თებერვლის, აპრილის თუ რა ვიცი, რომდელი თარიღები თქვენ უფრო იცით. მე მგონია რომ არ მოდის წინააღმდეგობაში და გეტყვით რატო? გეტყვით. დრამატულს ვერც მაშინ ხედავდი, ვერც ახლა. დრამატულს. და ძირითადად ამ რეგულაციების სულისკვეთებას და პრინციპებს რაზეც აეწყო რეგულაციები, ვეთანხმებოდი მაშინ, ეხლა და ალბათ მომავალშიც. უბრალოდ მე მომხრე არ ვიყავი ამ ეტაპზე კიდე მეტი იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციებს. ფინანსთა მინისტრს დღეს კითხვები დაუსვეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. კერძოდ დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, არის თუ არა დანაზოგი, სავალდებულო დანაზოგი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, გადასახადი, რაზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ ის გავს გადასახადს, მაგრამ თავისი არსით არ არის გადასახადი. ასევე ვანო მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ეს არის ისტორიული რეფორმა, რომელიც იყო დასაწყები და დაიწყო კიდეც და უფრო მეტიც ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმის დაწყება და ის რომ სიბერეში უფრო უზრუნველი სიბერე ექნებათ მოქალაქეებს უფრო მაღალი ხელფასით არის გარანტია და პრევენცია იმისა, რომ მომავალ წლებში ხელისუფლებებს არ მოუწიოთ გადასახადის ზრდა იმისთვის, რომ გასცენ უფრო მაღალი საპენსიო საბაზისო პენსიები. მე მინდა გითხოთ საპენსიო რეფორმაზე, რომელიც თქვენ ისტორიული უწოდებთ. თქვენი აზრით, ეს საპენსიო რეფორმა საგადასახადო ზრდის თუ არა? გაგიკვირდება და მე რო თქვენარი პოპულისტი ვიყო, მე ვიტყოდი რომ აი თქვენ დროს მოხდა 12%-დან 25%-ზე ავიდა 24%-ზე და თქვენ დროს გაიზარდა ტვირთითქო. მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ რომ არა ვარ ეგეთი პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24-მდე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა და რაღა 25-დან 25-6-მდე რო ავიდა, ეს არის ტვირთის გაზდა, ბატონო გიგა. ციფრებთან ახლოს ხართ. 12-დან 24-ზე რო ავიდა, მაგას არ საყვედურობდა. 25.5-დან 25.6-ზე რო ავიდა, მაგას ეძახი რომ
გადასახადი გავზარდე? 91 წელი. მაშინ 92 წელი სამოქალაქო ომის გრაფაში იტალეთ 0 რო იყო. სახელმწიფო რო არ არსებობდა. რა მნიშვნელობა აქვს? დაბალი, ხო და ისევ არის არსებობს. 12-ზე ჩამოვიდა, ისე არის არსებობს. მაგას მეუნები კაცო. კარგი რა, ისევ არის არსებობს. ჩამოვალ 12-ზე თუ გინდა. კაი. ალტერნატივა აქციზის გადასახადის ზრდის და sapensio გადასახადის არის სახელმწიფოს დანგრევა. ეგ არის? sapensio არაფერი შუაში არ არის აქ. როგორ არ არის შუაში? აქ არ არჩევს აქ sapensio. ანუ ჯერ ასახული არ არის, კიდევ უფრო გაიზრდება ანუ. ბატონო გიგა, გავიგეროთ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. ეხა კონცეფტი ანუ ვერც ჩვენ მოქალაქეები ვერა ვართ კარგად ციფრებთან, ხო? ეხა კონცეფციასთან უკეთ sapensio რეფორმის შედეგად თუ არა ხალხს. მითხარი. კონცეპტუალურად ხო უფრო მე თულს წარფილ თუ არა ხალხს საპენსიო რეფორმი. გეტყვით. მითხარ გაგერახარ და მიპასუხე. ეხლა გადავიდეთ საპენსიო რეფორმაზე. აბა გისმენ. საპენსიო რეფორმა. ესე იგი, ეს შეიძლება მოასწრეს და ერთხელაც რო იყვიროთ თუ შეიძლება. არა, ეს თქვენ ერთად გავიმეორებ მე. ხო და ბატონო გიგა, ესე იგი ჩვენ ხო იცით რომ ჩვენი ბებია ბაბუები ძალიან დაბალი პენსია ჰქონდათ, ციღარიბეში იყვნენ. ჩვენი მშობლებსაც დაბალი პენსია აქვს. თქვენ გიდათ რომ ჩვენ შვილებსაც დაბალი ჰქონდეთ? ხო, აი ხა გეტყვით. ანაბრებს გახსოვთ რახან ბებია ბაბუა რა მოუვიდა იმ ანაბრებს პატიცემო. უყურეთ, ანაბრებთან არ არის კავშირი არა. უყურეთ. უიმე არა ხო? თუ ჩვენ დაგროვებთ პენსია სავალდებულო არ გვექნა, ყოველთვის ვიქნებით განწირული ერთის ხრივ. ან დაბალი პენსიისთვის და თუ ეს დაბალი არ იქნება და გავსდით, აი მაშინ მათქმევინეთ, ერთ წუთი და გეტყვით, ერთ წუთი ლოგიკაში მომისმინეთ და მე შემეკამათეთ. თუ ჩვენ არ შემოვიღებთ სავალდებულო დაგროვებით სისტემას, უნივერსალური პენსია ან ვერ გაიზრდება, ან თუ გაიზრდება, აუცილებლად მაღალი საგადასახადო ტვირთის შედეგად. საპენსიო თემა და საპენსიო რეფორმა არ იყო ერთადერთი თემა, რაზეც დღეს დეპუტატებთან და ფინანსთა მინისტრს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. მათ შორის იყო ასევე ბიუროკრატიის ზომა, როგორია ბიუროკრატიის ზომა საქართველოში, რამხელაა საქართველოს ვალი და ასე შემდეგ. ამ და სხვა თემებზე, რაზეც დღეს ფინანსთა მინისტრი 3 საათის განმავლობაში პასუხობდა კანონმდებლებს, უკვე მაყურებელს მოუყვებით საქმის კურსის შემდეგ გვიან გამოშვებაში. ბექა. მადლობა თელარა შართვისთვის, მას ველოდებით უკვე საღამოს შემაჯამო გამოშვებაში უკვე სტუდიაში. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემა საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე გავიდა. ჯამში დღევანდელი მონაცემებით შენატანების მოცულობა 167 მილიონი ლარია. ასევე უკვე დაიწყო სქემის დატოვების პროცესი, 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს სისტემის დატოვება შეუძლიათ. ასეთი კი 290,000 მოქალაქეა. დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხმაზე მოусმინეს. მან დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. როგორც ჩაიარა მოსმენამ და 100 დღემ ლევან სურგულაძის საქმის კურსის პირდაპირ ეთერშია. გამარჯობა ბატონო, მადლობა ჩვენს გადაცემაში მომბრძანებისთვის. შესაძლებელია ვიღაცამ ნახა დეპუტატების კითხვები, თქვენი პასუხები, ან BMG-ზე წაიკითხან ჩვენი Facebook არხის საშუალებით ჰქონდათ მათ თვალისდევნების ასე ვთქვათ საშუალება, მაგრამ მე მინდა მაინც კითხოთ, თქვათ მთავარი ნაწილი, რაც აქცენტები გაკეთდა, ეს იყო, რომ ბატონო რომან გოცირზე მაგრიშა, რომ აკუმულირებული თანხები, მინდა ამით დავიწყო და შემდეგ სტატისტიკაზე გადავიდეთ. ამ თანხების მზარდი და ურისკო განთავსების საშუალება ქვეყანაში არ არის. ამაზე თქვენი რა პასუხი გაქვთ და რეალურად არის თუ არა ეს საფრთხე, რომ ეს თანხები ურისკოდ და მზარდად ვერ განვათავსოთ ქვეყანაში? მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე დავაზუსტებ მაინც, რომ საპენსიო შენატანები ამ ეტაპზე არის 175 მილიონი და არა 67. ნუ ეს სიზუსტისთვის ახლა დიდი პრობლემა ამაში არ არის. რაც შეეხება თანხების განთავსებას, მე მას ბატონ რომას უპასუხე როგორც კომიტეტის მოსმენაზე, აქაც იგივეს გავიმეორებ. მართალია ის, რომ დღეს პირველ რიგში, კანონი განსაზღვრავს, რომ ეს საპენსიო აქტივების განთავსება უნდა მოხდეს კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და დღეს საქართველოში ასეთი ინსტრუმენტების დიდი არჩევანი არ არის, ეს მართალია, მაგრამ ასეთი ინსტრუმენტები არსებობენ, მე ახლავე ჩამოგიყვით ამას, მაგრამ თემა არის იმაში, რომ არსებობს ლატენტური მოთხოვნა. ინსტრუმენტები არ არის იმიტომ, რომ არ არის ფული. აი, როდესაც აი ამ საპენსიო რეფორმის შედეგად
ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს 2 წელიწადში სადღაც მინიმუმ 1.5 მილიარდი ლარი უნდა აკუმულირდეს და 6 წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი. ეს იქნება პირველად საქართველოს ისტორიაში ძალიან მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა. აი ზუსტად ეს შეუწყობს ხელს ასეთი ინსტრუმენტებს. ფული გააჩენს ინსტრუმენტებს. დღეს ინსტრუმენტებს იმიტომ არ უშვებენ და არ არიან დაინტერესებული კომპანიები, რომ უბრალოდ არავინ არ იყიდის ამ ინსტრუმენტებს. ასეთი საინვესტიციო კაპიტალი ქვეყანაში არ არის. როგორც კი გაჩნდება კაპიტალი, ეს არის ლატენტური მოთხოვნა ზუსტად. როგორც კი გაჩნდება კაპიტალი, აუცილებლად კომპანიებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ რა თქმა უნდა, წვდომა ქონდეთ ამ კაპიტალზე. ჩვენ კი კანონით გვეგრძელება ნებისმიერი პირდაპირ ინვესტიცია, გნებავთ საკრედიტო ან გნებავთ წილობრივი, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შევიძინოთ კეთილსაიმედო ფინანსური ინსტრუმენტები. შესაბამისად, კომპანიები იძულებული იქნებიან, რომ მოწესრიგდნენ, გახდნენ ფინანსურად გამჭვირვალე, მომგებიანი, მათ გაიარონ შესაბამისი აუდიტი, მიიღონ შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგი და მხოლოდ ამით და გამოუშვან კეთილსაიმედო ფინანსური ინსტრუმენტი ან საკრედიტო ან წილობრივი და შემდგომ ჩვენ რა თქმა უნდა დივერსიფიკაციის პრინციპის დაცვით აი ამ კომპანიებისგან შევიძენთ ან მეორად ბაზარზე შევიძენთ ან პირველად ბაზარზე ამ ინსტრუმენტებს და ჩამოვაყალიბებთ ასეთ კიდევ ერთი საკითხი რაც არის ის თანხები რომელიც დღეს არის ფონდში აკუმულირებული ჯერ არ არის ინვესტიციის საბჭოს დაკომპლექტებული შესაბამისად განთავსებულია კომერციულ ბანკებში არის თუ არა აჩენს თუ არა ეს გარკვეულ რისკებს ამაზე კითხვებიც დაისვა რომ კომერციულ ბანკების მარტივად ხელმისაწვდომი ეს თანხები 7-8%-ს არიცხავენ და თქო ცეცხლება გასცეთ 15%-ად და შესაბამისად კარგი რესურსია მათთვის ეს შეიცავს თუ არა რისკებს და კიდევ ერთი ბევრად მეტი სარგებლის მიღების შანსი თუ გაუშვით ხელიდან უკვე რომ არ გვაქვს ინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული მოგახსენებთ ამ ეტაპზე დიახ არ არის საინვესტიციო საბჭო ჩამოყალიბებული და საინვესტიციო სტრუქტურა და ასევე რისკების კონტროლის სტრუქტურაც არ არის ჩამოყალიბებული ის ჩამოყალიბების პროცესშია და ჩამოყალიბდება უახლოეს ორ თვეში მაქსიმუმ დღეს ეს თანხები განთავსებულია როგორც ძანეთ კომერციულ ბანკებში იქ სადაც ეს თანხები ჩაირიცხა სარგებლიან ანგარიშებზე და კომერციულ ბანკებში ერიცხება 5-დან 8.5%-მდე ხოლო ნაწილი თანხებისა რომლებიც სახელმწიფო ხაზინიდან გადმოვიტანეთ ეროვნულ ბანკში გახსნილ ნომინალურ მფლობელობის სააგენტოს ანგარიშზე იქ ერიცხება 6.5%. შესაბამისად, რაც შეეხება რისკს, იყო ასეთი დიახ აი კომიტეტის ხდომაზე ასეთი კითხვაც, რომ რატომ არ გაქვთ ეს განლაგებული, თქვათ, ერთ ბანკში, ან ერთ ადგილას, ეს ზუსტად ეწინააღმდეგება იმ დივერსიფიცირების პრინციპს, ეხლა 10 ბანკშია განთავსებული და ასევე ეროვნულ ბანკშია განთავსებული, სადაც ეროვნული ბანკი ითვლება ურისკო ორგანიზაციად და ასევე ჩვენი ბანკებიც ძალიან კარგად რეგულირდება, მათ აქვს კაპიტალ ადეკვატურობის მოთხოვნა და თქვათ იმ წამყვან ბანკებში არის განთავსებული ძირითადი რესურსები და სხვა ბანკებში არის ნაკლები რესურსები განთავსებული, ასე რომ ეს არის დივერსიფიცირებულად განთავსებული ეს თანხები და არანაირი საფრთხე მათ არ ემუქრება. კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლია დათვისება. ერთად ვიტყვით, თუ შეიძლება რა თქვენ კითხვას უპასუხებ, რა შეიძლება გაუშვით თუ არა რაიმე მაღალი ამონაგების შესაძლებლობა ხელიდან, არ გაგვიშვია, იმიტომ რომ პირველი 5 წელიწადი ეს თანხები უნდა იყოს განთავსებული დაბალ რისკიან პორტფელში და რომელზეც ამონაგებს ველოდებით 8-10%-ის ფარგლებში მაქსიმუმ. ახლა ამონაგები არის საშუალოდ 7%, ასე რომ ბევრს ნამდვილად არ კარგავთ. ჩვენ მივდივართ გეგმაზომიერად, ისე როგორც დაიგეგმა, ასე რომ მანამ ის რომ საინვესტიციო საქმიანობა დაწყებული არ არის, ეს მარტო იმით არ არის განპირობებული, რომ არ არის ეს სტრუქტურები, არამედ იმითაც, რომ იმისათვის, რომ თქვენ დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნათ, გჭირდებათ გარკვეული, თქვათ, კრიტიკული მასა თანხის და ეს თანხა არ არის ჯერ საკმარისი და როცა იქნება, მაშინ იქნება საბჭოც. საბჭოც თქვენ ახსენეთ, რომ კრიტიკული არ არის, თქვათ, ის დანაკარგები, რომელზეც შეიძლება დღეს ისაუბროს, მაგრამ საინვესტიციო საბჭო მაინც საჭიროა ცხადია რაღაც მასას რომ მიაღწევს, მე მან უნდა მართოს. საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ახლა როგორ მიმდინარეობს, განაცხადებია შემოსულია თუ არა, განხილვის პროცესია, რა ხდება აი ამ სამუშაო პროცესში დღეს? დიახ, ჩვენ ერთი თვის წინ შეიქმნა უფრო მეტის შეიქმნა შესარჩევი კომისია
შედგა პირველი სხდომა, დამტკიცდა შერჩევის პროცედურები, წესები, კრიტერიუმები, შემდგომ ასევე განცხადების ტექსტები. ეს განცხადება გამოქვეყნდა მაშინვე ორ უცხოურ გამოცემაში, Financial Times-ი და Economist-ი და ადგილობრივ გამოცემაშიც. ბოლო მინიმუმ ხელფასმოცილობით გვემახსოვრება. ხო, დიახ, გახსოვთ ეს ალბათ. ეს ამბავი. ნულიდან, ასე ვთქვათ, მოიწყებოდა. დიახ, და 25 აპრილი გახლავთ ბოლო დღე აპლიკაციის მიღების საკმაოდ ბევრი და ძალიან მაღალ კვალიფიკაციის მქონე აპლიკანტების განცხადებებია მიღებული, ასე რომ გვექნება დიდი არჩევანი. ანუ ბევრი აპლიკანტია და არჩევნის საშუალება გაქვს. ბევრი აპლიკანტია და მათ შორის ძალიან ასევე ბევრია მაღალ კვალიფიკაციის. 25-ს მერე ბატონ ლევან რა დაახლოებით რა პერიოდში უნდა დასრულდეს შერჩევის პროცესი და მე უკვე დაკომპლექტდება. ვადები გაწერილია, ძალიან მოკლე ვადებია, ასე ვთქვათ, რომ უნდა გადაირჩეს ეს განცხადებები სასწრაფოდ, ის რომელიც კვალიფიკაცია საერთოდ არ შეესაბამება მოთხოვნებს, უნდა გადაირჩეს. შემდგომ თვითონ შესარჩევო კომისიამ უნდა აი იმ კრიტერიუმების მიხედვით ქულები დაუწეროს და შეარჩიოს, ასე ვთქვათ, ეს აპლიკანტები, შეაფასოს, შეარჩიოს 5 აპლიკანტი აი ამ სიიდან, ამ აპლიკაციებიდან, წარუდგინოს პარლამენტს, რომელიც დაამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს, შემდგომ აერჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც გახდება ჩვენი სამეთვალყურო საბჭოს მე-4 წევრი, დაინიშნება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და აი ამასთან პარალელურად ჩვენ მუშაობთ რისკის კონტროლის სტრუქტურის შექმნაზეც, რომელიც ასევე იქნება მაღალი ლეგიტიმაციის, მაღალ პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული სტრუქტურა და დამოუკიდებელი სტრუქტურა თავის გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, რომელიც თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს აი ამ საინვესტიციო პროცესს. კი ბატონო, რაც შეეხება უკვე დაიწყოს გასვლის პროცესი 40 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის 0.4% არის ჯერჯერობით, მაგრამ ეს არ არის ციფრი, რომელზეც დღეს შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ, ანუ აქედან დასკვნები გამოვიტანოთ, მით უმეტეს შეიძლება ზოგს დეკლარირებული არ აქვს და ერთ თვეში შეიძლება რომ დაიწყოს მან გასვლა. საჯარო სექტორიდან გასულთა რაოდენობა მიიპყრო ყურადღება, ანუ როდესაც თქვენ საუბრობდით, ანუ კერძო სექტორიდან იყო ძალიან მცირე რაოდენობა და 2712 ადამიანი იყო თუ არ ვცდები საჯარო სექტორიდან გასული ამ სისტემიდან. 2650 დიახ. 2650 დაახლოებით სულ იყო ხო, მე მგონი 2712 ადამიანი აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ 0.4% სულ არის 2915. ხო, 0.4% მთლიანი მასის. კარგად იციან თუ არა, დღეს შეგვიძლია თქვა თუ არა ადამიანებმა, ვისაც უკვე შეუძლია საპენსიო ფონდის დატოვება, ანუ ეს ინფორმაცია მათთვის ამდენად ხელმისაწვდომია. ყველა მიცის თუ არა? ეს ინფორმაცია არის პირდაპირ ხელმისაწვდომი მათთვის, ისინი მათ შეუძლიათ შევიდნენ თავიანთ პირად საპენსიო ანგარიშზე და იქ წითლად დიდი ასოებით წერია ის პერიოდი, ის თარიღები, რომელი თარიღიდან რომელ თარიღამდე ისინი უნდა მობრძანდნენ ერთ-ერთ იმ 70 ლოკაციიდან, რომელიც მთელ საქართველოშია და სამწუთიანი პროცედურა გაიარონ. ეს მათ აქვთ პირად ანგარიშზე ნაჩვენები. ასევე ჩვენ ვიძლევით ამ ინფორმაციას ნებისმიერი საკომუნიკაციო არხებით, რითაც შეგვიძლია მათ შორის დღევანდელი ეთერით. დიდი მადლობა ლევან სურგულაძე იყო ჩვენი სტუმარი საპენსიო სისტემაზე. ჩვენ ცხადია რომ პერიოდულად, პერმანენტულად მუშაობთ, წერთ და ეთერში ასე ვთქვათ უძღვნით ამ თემას სიუჟეტებს. მადლობა ბატონ ლევანს გადაცემაში მომბრძანებისთვის. საქმის კურსი ამით დასრულებული 22 საათს და 45 წუთზე გიბრუნდებით ეთერში. დროებით მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.